რა დარჩა გასაკეთდი, როცა ლაპარაკობთ ხოლმე ხშირად მივდივარ ისე ბუნებრივ რესურსებამდე. რა არის ეს ბუნებრივი რესურსი? წყალი გვაქვს. ბევრი და ჩვენ გავავაშენოთ გიგანტური ჰესები, ეხლა ხო ეს არის ბევრი ჰესი, რაღაც 70-ზე მეტი პროექტი დამტკიცებულია, 200-ზე მეტი ჰესი უნდა აშენდეს და ყოფახიცემს ამაში ხელს ვერ უნდა შეგვიშლის და ეს გარედან დაფინანსებული თავიდან რუსეთი იყო ეხლა უკვე დასავლეთი როგორც აწყობთ. ამაზე ლაპარაკობ. უბრალოდ ერთი კითხვა მექნებოდა რატომ ესე უხეშად ვთქვათ, რატომ გაეჭირათ ესე ძალიან ყელში რეგიონის ხეობის გადარჩენისთვის მოძრაობა ქართულ ოცნებას? ამ წუთასაც ეს გასხვისების მოდელი ძალიან აქტიურია და როგორც შენ თქვი ეს დაგროვების ეს მოდელი უფრო და უფრო უბრალოდ მიწის ფართობების და ტყის ფართობების და მსგავსი ტიპის რესურსების გასხვისებაზე და ათვისებაზე გადადის, ხო? ამ ტიპის რესურსების ეკონომიკურად აქტიურ რესურსებს წარმოქმნაზე. მიუხედავად იმისა, ჩვენ რაღაც ჩვევად გამოყვარო ეს ნეოლიბერალური პოლიტიკის კრიტიკა, რომელიც თავისთავად გულისხმობს სახელმწიფოს როლის შემცირებას და სახელმწიფოს ჩაურევლობას, მაგრამ რასაც ვხედავთ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში რაღაცებს მიუთითებს, მათ შორის ქართული ოცნების გეგმები, გაცხადებული გეგმები, რაზეც ისინი საუბრობენ, აჩვენებს ძალიან მნიშვნელოვან ტენდენციას, რომელიც მხოლოდ საქართველოში არ ხდება, რომ თუ ეს დაგროვება, ეს ველური დაგროვება და ეს სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფები და უთანასწორობა მთელ მსოფლიოში იყო და ჩვენთან პოსტსაბჭოთა სივრცეში კიდევ დაგვიანებულად, ანუ ეხლა ბოლო 20 წლის მანძილზე იყო აი ამ ნეოლიბერალური პოლიტიკების შედეგი და ეს სახელმწიფო ხრებოდა ნელ-ნელა. ეხლა ჩვენ ხედავთ ამ რაღაცა სუვერენული სახელმწიფოს სახელით და ამ სუვერენულ პოპულისტური რიტორიკით სახელმწიფოს დაბრუნებას ოღონდ არა პასუხისმგებლობის აღებისთვის, რომელიც მას აი ამ ტიპის პოლიტიკებმა, რომელიც თვითონ ჩამოირთვა აი ამ ტიპის განვითარების მიზნით, არამედ იგივე ტიპის ძარცვის და იგივე ტიპის განვითარების მოდელის უკვე სახელმწიფოს სახელით განხორციელებისთვის. ჩემი კითხვის პასუხი, რატომ ვეპატიობენ თუ რატომ გაეჭხირათ ასე ეს ნამოხმარებაც, რატო იყო ის მთავარი მაგალითი რეპრესიული კანონების მიღებისას, ხო? ან მთავარი ხშირად მთავარი სამიზნე და სხვა ტიპის ძალების გავლენის აგენტობას აბრალებენ იმის მიხედვით თუ თვითონ როგორ უწევთ ხოლმე შეცვლა ამ თავისი რიტორიკის, ხო? ამაზე ჩემი პასუხი ის არის, რომ მაგალითად ნამოხმარების მოძრაობამ მოახერხა, რომ ეთქვა, რომ ეს ხელშეკრულება კაბალურია და ის სახელმწიფო ინტერესებს თმობს. ეს შინაარსი უფრო მეტად გაზიარებადი გახდა ისეთი ნაწილებისთვის მოსახლეობის, რომელიც საერთოდ არ წარმოადგენს სხვა შემთხვევებში აქტიურ ან აქტივისტურ ნაწილს საზოგადოების